სალამი. ესე იგი, ისე გრუხუნებს ცა. ისე რომ რა იყოს. ბიბლიოთეკაში ვიყავი რაღაცები ზედმეტობები ავიღერო. ცოტას გავაკეთებ რა, ახლა სადღან ეჩქარება და თან კარტოფილის აიხა უკვე უნდა გამოვთაწესთ. ხო და ეხლა ვიფიქრე უცბად რომ დასცხოს მეთქი წვიმა. სარეცხიც გაფენილი მქონდა და ეს რა ქვია. ფეხსაცმელები რაღაცები და დარეცხილი რაც პლოშად გაზრდმელაგა და ასხავს ხოლმე და აწუწებს ზედ რა. მე სირბილს მეთქი გავაკეთო. ხო და ის ავიღე. არა ის თუ გაწვიმდა იქ რო წიწილები მისხა და ეგრევენ რამენაირად უნდა ქვეშ შევათრიო გალიითვე. რო არ დასველდნენ ან ესენი კი შეძრებიან სადმე კარებს უღებ ხოლმე და რავი იმალებიან. კარტოფილი მოვჭი. ახლა გავამზადებ ხავს. დავჭრი წვრილად. მრგვალად ვჭრი ხოლმე. და ლაშარმო მე გადავიტან პატარა ტაფაში და თავის წის გავუკეთებ იქ, იმიტომ რომ ბავშვები არ ჭამენ. ნუ ბარბარი არ ჭამს ყოველ შემთხვევაში. იმას ხახვიან კარტოფილს. მე მიყვარს. ხარად არ მიყვარს, მეთქი მოგატყუეთ. მიყვარს. ავიღოთ ეს ხახვი. და არ დაგინახო შენ მოსული. ესე იგი სანამ მაღლა ვიყავი, გამოვიხედი არაფერი არ იყო. აი ეს ორნი წვანა რა პატიოსნად უხნაში რო არ იყო, არ არსებობს რო შევიდნენ. აი ეს ორი. აი ეს ხვლიკი. აი ეს ქალბატონი, რომელზეც იმედებს ვამყარებდი და არ იყო ეგეთი ზუნკალ-წუნკალა. უნდა გაგამწარო. ან მოვათვალიერე რა, წვეთი მაგდია და მიშლის. რო არ იყოს რა, იქ მიდევ თევზი. თევზის მოცივაში შედება არ მიყვარს რა, თან რა ვიშეჭამენა ბოლო-ბოლო და ხო და ისა არ მიყვარს რომ მე სუნი დგება ხოლმე, რომც გადავაფაროთ, მაინც მგონია რომ სუნია მithumetes შებოლილის და აი ჩამოვხსენი სარეცხი და შევიტანე. გამოვიტანე და იპარებოდა. რო თევზი აეღო. დავეციბნე და თან ესა ძალიან უხეშათაც ვერ მოვექცევი. არა, მივიყვანე, ქეჩოთი მივათრიე თევზთან. მე უთხარი აი მისაღება გინდოდა მე და კნავის რომ გამიშიო ბაპატია ეს ერთხელაც და ამისის გინდოდა მეთქი არა და უხეშად ვერ ვექცევი, იმიტომ რომ ჩემი არ იყოს და ესა. თქვენ უნდა მეთქვა დასაყრელი ვარ. ჩემი არ იყოს და ბავშვებს ელოდება. მე ბავშვებად მოვიწერიებ კრუტებს. ასე რომ მარტო ვეჩხუბე და წაუთაქე რა. წადი ახლა მე შეგიწადი ხარ. დროზე მე შეგეჩხუბე. საზის. თუ ისა ბარემ გავუკეთო ლაშისაც და ავიდე მაღლა. რაღაცა იმას იწყებს რა წვიმას და ჩავთავუთოს და დავაუთებ თან უყურებ იმ ფილმს, სერიალს. ზათარი. სამეფო კარის თამაშებს ვამთავრებ და ზოგადად პარალელურად ვამთავრებ ხოლმე საროჭკების ხატვასაც. ანუ ერთი იმით მიდის რა. უყარს ხოლმე ოდესმე საიცე. ასა დაგეჩქარება. და პატიოსნად ნელა აკეთებ შენ საქმეს. მაგრამ ესა დავიყალე. ნელა ნაზად არსად გეჩქარება, არსად გარბი ხარ, არსად გამორბი ხარ და ასე შემდეგ. გავჭრი შუაზე. და ეხლა დავჭრი აი ესე ძალიან ხლად. რაღა დაგიმალოთ და საჭმელი არც მე არ მიჭამდი. ეხლა ჭურჭელი შევზიდე საკეიფო ოთახში და იქ დამხვდა მიწის თხილი გუშინ წინ ბიჭება პიოდალიეს და დავუტოვი და რამდენიმე შევჭამე. არ მისიამონა სხვათა შორის ეხლა ჩაი უნდა დავლიო. ცხელ კარტოფილთან ერთად. და რავი ავალ მაღლა და მაღლა გავაგრძელებ საქმეს რა.
რაღაცები ხო გავაკეთებ დღეს, რაღაცებს ხვალ გავაკეთებ დაბლა. საფამეჩქარი. არსად. ეგან აქამდე იყო რომ გადარბენით ვიყავი. უბრალოდ არ მინდა რომ გაწვიმდეს, აი ისი არ მინდა რომ რა იყოს. აჰა. ეს მზადაა. მავიწყდება მარწუხს რომ დაუსხა წყალი. უსხავ ხოლმე სიტყვაზე 2 დღეში ერთხელ რაღაცა ეგ მაგდენი, მაგრამ წესი დილას აღამს ისეთი იმაში მიდგა რომ მალე იშრება და მარწუხს უყვარს სინესტე რა და დილას აღამოს ჭირდება. გუშინ მოისალქელი მოუწყე დილასაც. ხო და ამ ტემპით თუ გავა ძელებ არც გამიფუჭდება რა. და თან შედეგი ექნება. ჯანდაბას თუ ყველა არ დაისხავს, რაღაცა ნაწილი ხო დაისხავს, ეხლა თან ვაკვირდები რომ ანუ რა სიტუაცია მოწონთ, სად რაში იდის და გადავამრავლებ, მოკლედ ეგ ჯიშია რა, რომ წყალებით შეგვიძლია გადავამრავლო და ქოთანი იქნება თუ რაც იქნება მომავლისთვის იმას ვიზავ. ანუ რაც ვსვატყობ, ქოთანში უფრო მოწონს. თავად უყე ხარ ჩაი. ავადუო ჩაი და დავლიოთ. მე დავლიოთ ვერა. აი პატარა ტაფაში და კარტოფლის. ეს არის ძველი ტაფა. ნახე როგორია დაჯეჯღინილი და ნახე როგორია. მარა კარგა იწובה. აი ცოტა კარტოფილი რო გინდოდეს, ამაში კარგად იწובה და ამას წინათ აი ეს ყური არის ზაპლოვკებით ძველებურად გაკეთებული და მოსძვრა რა და ლაშამ გვაქვს რაღაცა ტაფები და რაღაცები ახლები რა და მოდიო ისაქენიო და მეთქი არა ამას ძალიან მაგრად ხმარობ რა. ეხა მართალი არც ხეხვა ეტყობა და არაფერი ნახეთ. რო იმაშვები ხოლმე ხალასაც ვასხავ ხოლმე და სწრება სხვათა შორის რა, აი პერიოდულად ვაკეთებ. გახურებულს რო უნდა მიასხა, მაგრამ გამოწვითად შეიძლება, მაგრამ ერთხელ გამოწვით გავაფუჭე ტაფა. ანუ აი ეს რაღაცები ვასწრა და რაღაცა მე მიკურა დაიწყო და მეთქი იყოს. და ეხლა მაშინ გადავუღებ კარტოფილს. და ამას დავაყრი და ცალკე ექნება კარტოშკა. და მე კიდე მაღლა ავალ. პიტნის ჩაი და კარტოშკა დავამზადე. ეხლა დავაყრი ცოტა სვანური მარილს. ეს სვანური მარილს სადმე მინდოდა მიმეჩქმალა, მაგრამ ბავშვები კარგად იყენებენ. და აი ესე დავდე, თორე კი არ ხო იცი თუ არ მიყვარს ზემოთ რო რაღაცები დავდეს და ნუ სხვანაირად არ გამოდის შემომედო მაინც რაღაცები ზემოთ რო გჭირდება რა. ეხლა ვიღოთ 1 ნაჭერი პური. კაი ხო 2. პატარებია, ეხლა ნუ უყურებ ეგ. და კალეცხი. და მე მგონი შაქარი მაგ გამოსატან ყველაზე ძალიან მეზარება ხოლმე შაქრის გამოტანა და თვალებზე მაქვს ისინი გაწვიმდა და გადავათრიე წიწილები და ყველაზე ძალიან მეზიზღება ეს პროცესი. ნუ ეხა პაჭკიდან უყრი არ არის პრობლემა. პაჭკიდან უნდა ისავქრა ჩავყარო და არის ხოლმე დიდი პარკით მოვაქ და პატარა ჭიქა გამაქვს ხოლმე და ესე ვიყრი ხოლმე შიგნით და მაგრად მეზარება ხოლმე მე იმის გაწმენდა. ესე ყოფ ჩვენ მარაგი რამე რუმეების. ეკი არა და ხო ამდენი ხანია ვამბობ რომ ერთი სული მაქვს ალუჩამ დაისხა თქო რა. არ ვიცი თვალი არ მიჭრის თუ რა არის, მე მგონი არც ერთ ცალი არ ასხია და ფეხბურთი მოყოლას ძალიან მაგისტრის მიხაროდა რომ მეთქი ალუჩა გებრიელად შევჭამ რა. არა. პაწაწინა ება დავინახე, მაგრამ აი რამდენად ყველგან და სხვაგანაბია არ ვიცი. ხალი არა ვარ. მარა ვარ.
სავარაუდოდ ერთი გაწვიმება იყო და გადაიარა, არ ვიცი. ალაგალა გახსნილია ცა, ეხა შე. აი იქით შავი ღრუბელია, იქითაც შავი იყო და ეხა გაიხსნა. აქეთ ნახე სრულიად წკრიალაა და გადავიტანე. აი ისინი იქ. რა მეც რა. არ გასწრებდნენ. თუ გადაიღო. ერთი 20 წუთით რომ ბიბლიოთეკას ხელი ვკრა. გავალ ბოლოში ნელ-ნელა ხვალეც. მაგრამ ეხა თვალში რაც ამხდება პირველი რიგში ის არის რომ დასაუბრებელი უნდა მოვაშორო. იცი როდიდან მომდევს ეგ და ვერ გავედი ბოლოში რაღაცებს ვაუთებ, რაღაცებს ვამატებ. ორი ჩავყარე. ცოტასაც ჩავყარე. რომ მუშაობდი, ანუ ერთი თვე არის დასაუთებლები ვერ მოვჭი. მე ხა კი ვამატებ და ისა რაღაცა, მაგრამ არა და მაგისთვის მიხარო და მარტო სამსახურიდან ის რომ მოვჩები თქო რა, ანუ ჩამოვიღებ, განა რა უნდა მქონდეს დასაუთებელი, სანამ მეორეს იმას ვიზავ, იმას მოვიცილებ თქო, მაგრამ ვერ გავედი ბოლოში. ეხლა რომ საიჭკებიც მორჩება უკვე ქალივით ვიქნები სახლში. ასე რომ იმედი მაქვს რომ საქმე აღარ დამიგროვდება და ნენელა ვისწავლის რომ ყველაფერი ერთად როგორ მოვასწრო. რომ აი მერე უფრო დამერეხება. ესეც ესე. ორივე კარტოფილი მზად არის ბავშვებისა, დიდებისაც, პატარებისაც და წავედით ხა მეზე მოწავედი რომ პირველ საკლია 5 წუთი და საჭველი არ გიჭამია ჯერ. ნუ ალაგ-ალაგ მშვიდობაში ვჭამ რაღაცებს, მაგრამ მაინც. აი ესე. ჩემი ეგრეთ წოდებული პაიოკი მიმაქ. და ტელეფონს უხერხულად მიჭირო, არ დავაწყვიტო. გაიღე კარი. კარის დახურისთვის ხელებს და ფეხებს ერთნაირად ავხმარო. აი რა ყურბე დაასველა. ეხა იცი როგორ არის დასველებული? აი წესით რომ ეზო უნდა გქონდეს დასაგველი და დაალაგო. დაგაო. დანამულია რა გემრიელად. ხა ისა თვალე მოვიხსნე, თორე თვალთაწინ არაფერს ვერ ავხედა. სუსველია. აბა ხელით ჩამოწიო და კურტუმით მიარწყილება აღი. მოედით. რაღა დაგიმალოთ და შემგრილდა, ამიტომ სანამ ახლა საჭმელს შევჭამ. ერთი წამით ხალხნო. სულ ერთი წამით ვერ დავდგი. ეს. ანუ ახლა რომ უნდა დავჯიდე შემცივდება და ხალათ შემოვიცე. დავიღალე. სველი სათვალე. აი ეხა შემოვიტანე ეს. ამას აქედან რაღაცა ძალიან მცირეა დასაუთოებელი. აი აქედან ნახე. რამდენი დავაუთო? 1 2 3 4 5 6 მაიკა აქ. ეს იოანესი 1 2 3 4 5 6 არის აქ და ეს ყველაფერი აი აქ და რისის დიდი შანსიც არის რომ არ დაეტევა არაფერი და აი წინა ვიდეოში აი ამას ვამბობდი რა. არა და ეს რო აქ არა მქონდეს ეს ძალიან მაგრა დაეტევოდა ყველა აქ. მაგრამ ეს საწავიღო. არა არაფრის დიდებით მაღლა არ შევალაგ. აი ეს ნახევარი რომ გავანთავისუფლო დაეტევა. ასე რომ დავანებო მაგას თავი. შევჭამ და ისევ გავსაუთებლებს მიხედავ აქ მიდგა ჩემი ატრიბუტი კომპიუტერი რომლის გარეშე თუ არ შეიძლება დავსხდეთ ახლა და ხალათიც უნდა ამეღო და დამავიწყე. აქ რო დავიჭდები შემცირდება. აღარ მინდა ის ჩავრთა ხალხნო. მე მგონი დღეს პირველი დღეა რომ რაც არც გუშინ არ მქონა ჩართული. დღეს პირველი დღეა რაც მართლა არ ჩავრდი. ორი დღეა რა. მაისია, შუა რიცხვებია და გამათბობელი გვაქვს ჩართული ხალხს. აი მე გაზაფხული სად იყო? სად ხარ გინახიათ? ეს
შესვენება მოვიწყოთ, იმიტომ რომ გვეკუთვნის. ხალათით დავიწყებ, ხალათით დავამთავრებ. ჩემი პრინცესა მიწევს აქ, ჩემი გოგონი. არჩანს. ჩემი ქალბატონი. ჰაერზე ვართ გოგოები. ბავშვს რომ ვიცველოდებით, ჰაერზე ვართ გამოსულები. ხოჭური ცხოვრება. შემოლამოდი, ჩემო ქალბატონი. ნინო არკაუში იმაზე რა ქვია. ფეხბურთზე ცეკვიდან მოვიდა. და დაიგვიანა სხვათა შორის 4 საათზე, 3-ზე ეწყება, 4-ზე უმთავრდება და სადღაც 4-ის, ისა 5-ის 10-15 წუთზე სახლშია ხოლმე. გახდა 20 წუთი, გახდა 25 წუთი, გახდა ნახევარი და თან ისია რომ მოდის გამოიცვალოს და წავიდეს ფეხბურთზე ცოტა ხანში და მოვიდა ნახევარზე და ნინო რომ მომიხარშოთ, შეწვათ, ჩახრაკოთ, რომ შევხედა, ვიცი რომ რაღაცა მოხდა. მოვიდა ლაშამ კიბებთან კითხავ რა თუ დაიგვიანეო და რა ვისეო და გამოიარა. ნუ ლაშამაც გააგრძელა და თბილისში უნდა წასულიყო რა და რომ შემოვიდა და შევხედე, აი ფეხზე გაიხადა და შემოვიდა ოთახში. მეთქი რა მოხდა, აი არ არსებობს რომ გამომეპაროს. ეგრევე დაიწყო ტირილი. ხო თითოეულ რაღაცა რაც ხდება ამას უნდა მოუვიდეს. მაგაში მე მგავ. ეგეთ რაღაცეებში. არ ვიცი წვიმის ხმა თუ გესმით. ყველაფერი მივაბინავე და ესე ვზივარ ცოტა ხანი სანამ შიგნით შევალ და გადავწყვეტავ მეძინება თუ მეუთოვება. ხო და მეთქი რა მოხდა ნინო და ამოუჯდა გული დაიწყო ტირილი. წყალი ამოიღო დალია. ეხლა ვიფიქრე კაცო. ცეკვაზე იქ ვინმეს რამე ეთქვა შანსი არ არის. ბავშვებს ერთმანეთში რამე შანსი არა, იმიტომ რომ ყველა ისეთი ბავშვია რომ რაღაც ანუ ეგ წამებში გადავხარშე და თან ვიფიქრე რომ ანუ რა ვიცი, გზაში რა მოხდა, ვინმე შეაშინა რაღაც. ხო და ნახევარი რომ გზა რო გამოვიარეო, ამას ვიყვება სლუკუნით. ღობიდან კატა გადმოხტაო და გზაზე გადაირბინა და მანქანა დაეჯახა. და ეს სცენას რო შეესწრო მიწუთას და შეეცოდა და შეეშინდა და ამოვიდა გულამომჯდარი იმით. მეთქი არა უშო იქნე მეთქი გადაღოღდაო ტყობა ხო იციან, მაგრამ ისაო და გაძვრებოდა მეთქი არაფერი არ არის, რადგან მეთქი გაძვრა ცოტა იქით მეთქი არაფერი არ მოვიდა და არა მოკვდაო. და კიდე ამოუჯდა ახრიდან. მერე ესე რომ ველაპარაკებ ხონდა, მერე თუ ვაიმე და უთხარი და რო უთხრა რომ აი უი და უთხრა რომ ვაი რაცოდუან რაღაცა უარესი მოსდის, ამიტომ სხვანაირად ვუდგები ხოლმე ხომ ვხედავთ იმისა რომ მაგ სცენას რომ მე შევსწრებოდი, მე მოვკვდებოდი ნერვიულობისაგან და მე ვთხარი რას იზავ მეთქი, კი ჩვენი კატებიც მასი არ იქნეს, არც გაუჩერებიაო იმ მანქანას. ხო შეიძლება გააჩერო, დაინტერესდე რა მოხდა. ეგეთ რამეს კიდევაც ბევრჯერ შეხვდა იმედი, თუ ყველაფერს გადაყევითქო სხვა რაფერი გადაგიქანდება გული მე ვუთხარი. ხდება ესეთი რამე, კიდევაც მოხდება ეგეთი რამე. ხან გარეთ, ხან შიგნით, ხან შენ თვალწინ, ხან გაიგებ, ხან იმას იზავ, ხან ამას იზავ. ასე რომ და რავი, ხა აღარ გავუშვი რა მოკლედ, აღარ მინდოდა რომ იმ ადგილას ჩაევლო და თან ისე რომ ნერვიულებული და დაღლილი იყო ყველას სკოლიდან მოვიდა. რა იყო? ვიც დავინახე. ჯერის რომ მოვიდა სკოლიდან თუცა ჭამა და გაიქცა და მოვიდა და ესე თან დაღლილი, თან ნშიერი, თან ყველაფერს თავი დავანებოდა და ნერვიულებელი და ჩატში დაუწერო, მეთქი დღეს ფეხბურთზე არ იქნება, თქო თან ლაშას მიყავ ხოლმე, ელოდება და მოყავდა, რადგან ლაშა თბილისში წავიდა.
აღარ გავუშვი რა. ხო და წეღანაც შევამჩნიე რომ თვალები ქონა აწითლებული და მე ვთხარი ეხლა გეჩხუბები მე რა ესე რო არ დაუტიო უარესი მოსთვის ხოლმე რა ეგეთი მას. და ისა ვცდილობ ხოლმე მაგ დროს რომ ვითომ რომ შენ არ გეცოდება ხო იცი ესეთი ის დავიჭირო რა თორე დასამ ხალხი კატა ჩემთვის ხო იცით რას ნიშნავს არ აქვს მნიშვნელობა ჩემია თუ სხვისია კატა არის ჩემთვის რაღაცა სხვანაირი ცხოველი და რა მე რო შევწებოდი მე მოვკვდებოდი ალბათ ეგ რამე გააკ აბა ეს წელი ხანდახი სადაც აი ხუთი ფერები რაღაცა იცი ესე უნდა გქონდეს მიმხმარი ქალო ისინი რა ქვია ხორცის ნაწილი კი შემოდებია ეს არის ჩემი ქალბატონი და ქეთახილა მუცელი აქვს ქალბატონს ხა შენ ამციე წავედი ხა დაგემშვიდობებით სავარაუდოდ ხალამდე აბა ხედა აბა ხო შეგიყვანო შიგნით იყავია კაი ამინდია და ჰაერზე მოგიხდება ოღონდ შვილებს რო გააჩენ როგორც ყოველთვის რო გააჩენა მომიყარი და მე ვზრდი ხოლმე იგი აღარ იქნება გერაც რომ მე ჩემი გამჭირვებია მისმე მე ჩემი გამჭირვებია და შენ უნდა გაზარდო შენი საკუთარი მე აღარ გაგიზრდი მე ჩემი ყოლება გასაზრდელი გაიგე კაი შევთანხმდით გააჩენს და მე ჰაიდა აი იქნევს და მიდის დიდაც ლამაზი ხვალამდე დაგემშვიდობებით აბა კარგად ბიჭი მიპატარე შენ კაი სუფთად წკრიალა გოგო ხარ და ლამაზად სუფთად იყავი ხოლმე ხან ისა აუ წეღან ისე მე გავაკეთე ხორც ხო უხარშავ ხოლმე რაღაცას და დაუგდე და ზედ დავაგდე და თქვა გაახმა ეგ ლოყაზე ჩემი პრინცესა ქალბატონი მოდი დედაფლა გაიგე შენ გააჩენ შენვე დაზრდი შენვე დააჩუქებ არაო ვაიმე პატალა ხარ ქალო ეთი ვეწო აბა დროებით ხარ ხვალა